ბოლო გაფრთხილება ქართულ ოცნებას ასეფასება ბრიუსელში დღეს დაგეგმილი ორმხრივი დიალოგი. შეხვედრა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის პირობების შესრულება და მისი შესაძლო შეჩერება დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. ეს პირველი დიალოგის ფორმატია მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება დადგა. ქართულ მხარეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი წარმოადგენს. წელიკი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა აღმასრულებელი დეპარტამენტია. ჩემი კოლეგა სალომე ლაბაძე მუშაობს თემაზე და ეთნობა მოლოდინებს. ის ახლა ჩვენს ეთერს უერთდება. სალომე, გითხარი პირველ რიგში დაიწყო თუ არა შეხვედრა? შეხვედრა სავარაუდოდ 1 საათში დაიწყება ბრიუსელში, თუმცა ეს ჩვენი ინფორმაცია ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამის შესახებ დაზუსტებულ ცნობას ამ დროისთვის არ გვაწვდის. ამ დროისთვის ისიც არ არის დაზუსტებული, რამდენხანს გასტანს ეს დიალოგი და შეხვედრის დასრულების შემდეგ მაინც მოვისმენთ თუ არა გიორგი ტაბადაძის განმარტებას, რომელიც ოცნების საგარეომ ბრიუსელში ამ შეხვედრაზე ევროკავშირთან, კონკრეტულად კი ევროკომისიასთან მოლაპარაკებისთვის გაგზავნა. ამის საპირისპიროდ კი ჩვენ უკვე მოვისმენთ ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის მარკუს ლამერტის განცხადება, რომელიც ოცნების მთავარ პროპაგანდისტულ გზავნილზე პასუხიც აღმოჩნდა, რადგან თუ ქართული ოცნება გვეუბნება, რომ დღევანდელი შეხვედრა არის მხოლოდ ტექნიკური დანიშნულების, მარკუს ლამერტი განმარტავს, რომ სინამდვილეში ეს შეხვედრა არის საშუალება, რომ გამოსწორდეს ყველა ის გარემოება, რამაც პროცესი მიიყვანა საქართველოს წინააღმდეგ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებამდე. ამ მექანიზმის ამოქმედების ფარგლებში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკვე შეჩერებულია უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის, ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ მიიღო რამდენიმე თვის წინ. ახლა კი არის იმის საფრთხე, რომ იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდეს საქართველოს ყველა მოქალაქე, ანუ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მთლიანად საქართველოსთვის შეჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია. ამ საფრთხეზე და იმაზე, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის იმანიშვილის პოლიტიკა, აქვე გეტყვით, რომ მარკუს ლამერტმა ისაუბრა ევროსკოპის ჟურნალისტის თამარ ნუცუბიძის შეკითხვის საპასუხოდ. შეხვედრა, რომელიც გაიმართება ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის, არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციით არის გაწერილი. ის იმართება, როდესაც ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ეს არის მარტში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოში დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თავდაპირველად 12 თვის პერიოდის განმავლობაში. ამ შეხვედრის მიზანია გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა და შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილება. ეს გარემოებები, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე მიგვიყვანა, არის საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევა, რომლებიც უვიზო რეჟიმის პერიოდში ჰქონდა აღებული დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების საკვანძო სფეროებში. რამდენად რეალისტურია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება? ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრეთ ანალიტიკოსებს და იმ პირებს, რომლებიც ევროპარლამენტარებთან თუ ევროკავშირის სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან აქტიურად ურთიერთობენ, მათგან კი ვისმენთ, რომ მოვლენების შესაძლოა ამ შეხვედრის შემდეგ გამითარდეს სამი მიმართულებით. პირველი სცენარი გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა ევროკავშირის ფოკუსში ისევ დარჩნენ დიპლომატიური პასპორტების მფლობელი პირები და მათ წინააღმდეგ გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები, ამოქმედდეს დამატებითი ზომები. მეორე შემთხვევაში და ეს არის ოცნების ყველაზე სასურველი სცენარი, მოვლენების იმგვარი განვითარება ამოსაოდნელი, როცა უვიზო მიმოსვლა, დიპლომატიური უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური პასპორტებისთვის გაუქმდება და ეს შეზღუდვა დიპლომატიურ პასპორტებზეც მოიხსნება. მესამე და ყველაზე ცუდი სცენარი კი გულისხმობს სწორედ იმას, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება საქართველოს ყველა მოქალაქეს. ვიდრე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა არის უცვლელი და ვიდრე ის ამის მიუხედავად მაინც ინარჩუნებს საქართველოში ძალაუფლებას, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები მუდმივად დგანან ამ საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე არის რეალისტური, თუმცა განხორციელდება თუ არა ეს საფრთხე მომდევნო წლის დასაწყისშივე. ეს ანალიტიკოსების შეფასებით დიდწილად დამოკიდებულია სწორედ დღეს გასამართ შეხვედრაზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ქართული ოცნება ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გადადგამს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოლოდინი არ არის, რომ ამ ეტაპზე შეჩერდება მოსახლეობისთვის ვიზები, ეს არ გამორიცხავს იმ შესაძლო ალბათობას, რომ თუ კი მოხდა უკუსვა დემოკრატიის გზაზე, თუ კი გაგრძელდა, ხო, ეს უკუსვა, თუ კი გაგრძელდა მედიის თავისუფლების შესახებ, თუ კი გაგრძელდა ისეთი კანონპროექტების მიღება, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ხომ ცხადია, რომ მაშინ ევროკავშირი იძულებული გახდება, რომ შეაჩეროს
სავი უვიზო მიმოსვლა მოსახლეობისთვის. ჩემი დაკვირვებით ევროკავშირის ხელმძღვანელობაში, მათ შორის ბიუროკრატიულ ხელმძღვანელობასა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არ ჩანს ის ენთუზიაზმი და თუნდაც ის განწყობები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობისგან არის რაიმე მზაობა დიალოგის, ჩართულობის, მოლაპარაკების და ჩემთან საუბრობშიც აღინიშნება ხოლმე ხშირად, რომ მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ევროკავშირის მხრიდან ტექნიკური საკითხებს არ არის მხოლოდ ვიზებთან დაკავშირებული საკითხი, არამედ მათ შორის ეგრეთ წოდებული connectivity agenda რაც არის ხო, დაკავშირებულობა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, ამ პროცესში არ ჩანს, პრინციპში არ არის საქართველოს ხელისუფლება მიმართული იმისკენ, რომ დიალოგში ჩაერთოს ევროკავშირი. პოლონეთი იყო ხოლმე წინააღმდეგი, გერმანიაც როგორც ვიცი, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების არ ჰქონია სიგნალი ამ კონკრეტული ქვეყნებისგან, იმ ქვეყნებისგან, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ შეჩერების, რომ უცებ შეიცვალეს აზრი. თუმცა გარანტია იმისა, რომ აზრს არ შეიცვლიან, ნამდვილად არ გვაქვს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ახალი გარემოებები არის, ან შეიძლება მინისტრები შეიცვალონ, მთავრობები შეიცვალონ, ასე რომ ამ რისკის ქვეშ, ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის რისკის ქვეშ ყოველთვის ვიქნებით, მანამ სანამ საქართველოს არის რუსული რეჟიმის ხელში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შეხვედრა ბრიუსელში ჩვენი ინფორმაციით საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნდა დაიწყოს დაახლოებით 1 საათში. ჩვენ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ მოვისმენთ, თუმცა ცნობილია, რომ სწორედ ამ დიალოგს ექნება განსაზღვრელი მნიშვნელობა იმ დოკუმენტის შინაარსისთვის, რომელიც ევროკომისიამ წლის ბოლოს უნდა მოამზადოს. უკვე მომდევნო წლის დასაწყისში კი სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩაატარებენ კენჭისყრას და იმსჯელებენ იმის შესახებ, უნდა შეუჩერდეს თუ არა საქართველოს ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლა. ამ გადაწყვეტილების მიღებას აქვე გეტყვით, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობა არ სჭირდება და საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობაც.